ჩარლზ, მოდი შენ საბრძოლო კარიერაზე ვისაუბროთ ახლა. ბოლოს ნოემბერში მედისონ სკვერ გარდენში იბრძოლა. მაიკ ჩენდლერი დაამარცხა და დამაჯერებლად გაიმარჯვა. ახლა ხას მოვისმინეთ შენი საუბარი იმაზე თუ რა გსურს შემდეგ. როგორც ჩანს, მსუბუქი წონის ტიტულისთვის ისლამ მახაჩევთან ბრძოლა გსურს საერთაშორისო ბრძოლის კვირეულზე. ხო ვერ გვეტყოდი ახლა რა ეტაპზე ხარ და რატო გადაწყვეტე ასე ღიად გამოთქვა შენი სურვილი? შესანიშნავი ბრძოლა ჰქონდა მედისონ სკვერ გარდენში. მართალია მკლავი ვიტკინე, მაგრამ გამარჯვებული მაინც გამოვიდა. სატიტულო ბრძოლას ვეძებ. ფიქრობ დავიმსახურე რომ ტიტულისთვის კიდევ ერთხელ ვიბრძოლო. 15 წელია უკვე რაც ამ საქმეს ვაკეთებ UFC-ში. დიდი ისტორია მაქვს. ახლა უბრალოდ ზარს ველოდები რომ დამირეკო. კლავზე რა მოგივიდა? არაფერი. გასაგებია, რადგან ახსენი მკლავი ვიფიქრე პრობლემა გქონდა, ანუ დაზიანებული არ გაქვს. ბოლო ჩხუბის დროს მუხლი მქონდა დაზიანებული და ნახეთ როგორ დავასრულე. ახლა კარგად ვარ, ჩვეულ საქმეების კეთება შევუდექი, ვარჯიშსაც დავუბრუნდი. სერიოზული არაფერი ყოფილა. მაიკ ჩენდლერთან ბრძოლას როცა დათანხმდი, გითხრეს რომ გამარჯვების შემთხვევაში ისლამისთვის შემდეგი შენ იქნებოდი და ქამრისთვის იბრძოლებდი? ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. ფიქრობ აშკარა იყო რომ გამარჯვებული იბრძოლებდა ტიტულისთვის. მე ასეც ვქენი და დავიმსახურე ეს შანსი. ჩენდლერთან კარგი ბრძოლა გამოვიდა, ყველა რაუნდში დავამარცხე. ამიტომ ვფიქრობ დავამტკიცე რომ ჭრილობის მიუხედავად ჩარლზ ოლივეირა მაინც ჩემპიონია. ამას ვერაფერი შეცვლის. ბრძოლის ნახვის შემდეგ ალბათ ყველა იგივეს ფიქრობს, მაგრამ მას შემდეგ ახალი ამბებიც მოხდა. ილია ტოფურიამ თავისი ტიტული მიატოვა და ზემო წონაში ავიდა. რადგან შენ ყველას განუცხადე რომ შემდეგი ბრძოლა ჩემპიონობისთვის გინდოდა, ის ტვიტერზე გამოგეპასუხა. ჩარლზ, უმჯობესია გაჩუნდე. შენ 10 წაგება გაქვს, 5 ნოკაუტით, 4 მახრჩობელადი და 1 გადაწყვეტილებით. შენ კონტენდერი ხარ, მე კი ჩემპიონი, მთელი დივიზიონის მამა. აქ არაფრის სათხოვნელად არ მოვსულარ, აქ მე ვარ უფროსი. რა რეაქცია გქონდა, როცა ეს ილიასგან მოისმინე? რასაც აქამდე ვამბობდი, იგივეს გავიმეორებ. უკვე 15 წელია, რაც UFC-ში ვარ. ყველას პატივს ვცემ. არ მაინტერესებს, რას ამბობენ ჩემზე. ჩემი ისტორია დაწერილია. საკმარისი რეკორდების დავამყარე. ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი იყო და ახლა ამოდის ზემოთა კატეგორიაში და მოაქვს ჰაიპი. უნდა დიდი ბრძოლა გამართოს აქ. მე ჩემი მაჯის ძალაში დარწმუნებული ვარ, ვიცი რა შემიძლია. მე მხოლოდ ქამარზე ვარ კონცენტრირებული, ვიცი რომ მზად ვარ. ილიასთან ჩხუბს არ ვეძებ, მე მხოლოდ ქამარზე მინდა ჩხუბი. როცა ის საუბრობდა ჩარლზ, როგორც ჩანს, შენ მისთვის პასუხი არ დაგიბრუნებია. ამასობაში მან კიდევ ერთხელ მოგიხსენია, როცა ესპანეთში მისი სახელობის ქუჩის გახსნის ცერემონიაზე კითხეს თუ ისურვებდა შენთან ერთად გასეირნებას. მან უპასუხა, დიახ, კულტურას ვანახებდი და რაღაცას ვასწავლედი. ამაში დარწმუნებულია, რადგან ნათელია, ამბავს ერთხელ მაინც არ გადაუშლია გაზეთის გვერდი. შემდეგ სხვა კითხვის დასმა მოითხოვა, რადგან შენზე საუბარი უადგილოდ ჩათვალა. ძლიერი განცხადებაა. შეურაცხყოფელიც კი. მოისმინე ეს კომენტარი მისგან და რა რეაქცია გქონდა? ფიქრობ, ის უბრალოდ ჩხუბს ეძებს. ბევრს ისურველეს ამბობს. მის მახეს არ წამოვაგები, არ მაინტერესებს რას ფიქრობს ჩემზე. როგორც უკვე ვთქვი, მისი ბრძოლები მომწონს და პატივს ვცემ მის გავლილ გზას. თვითონ ძალიან უპატივცემულოა, თუმცა ეს ბრძოლის ნაწილიცაა. ვიღაცამ უნდა გამოგიწვიოს, მნიშვნელობა არ აქვს რა გზით. იმედგაცრუებული დარჩები ჩარლზ თუ შემდეგი ისი ჩხუბებს ქამრისთვის. მისი გუნდი ამბობს, რომ 145-ის ქამარი უბრალოდ არ დაუთმიათ, რათა კონტენდერად ებრძოლოთ. ჩვენ ჩემპიონები ვიყავით 145-ში და 155-ში ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. დაგწყდება გული თუ ასე მოხდება? სიმართლე რომ გითხრა, არაფერი მაქვს სათქმელი. არაფერსაც ვამბობ. დღეს დივიზიონის ჩემპიონი მახაჩევია რა. მე UFC-ს მებრძოლი ვარ, ხო? ასე რომ სადაც დამნიშნავენ, იქ ვიბრძოლებ. თუ ის ტიტულისთვის იბრძოლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მეტი მუშაობა მომიწევს. სხვას ვერაფერს ვერ ვიზავ. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ ყველანი UFC-ს მებრძოლები ვართ. ამიტომ თუ ის შემდეგია, კარგი, დაველოდები. თუ ისლამთან ბრძოლა არ შედგა, ვისთან ისურვებდი შეხვედრას? რომელი ბრძოლა გენდომებოდა თუ საჩემპიონო არ იქნებოდა ის?
ტიტულის ზებნაში ვარ, ასე რომ თუ ეს ბრძოლა არ შედგა, მაშინ BMF-ი რატომაც არა. ბევრ ამას ამბობენ და ბევრი რამე ხდება. დასტინ პორიე მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ BMF-ი ქამრისთვის. ამბობენ ისლამს წონის შეცვლა უნდა. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ასე რომ ნახოთ, უმოქმედოდ ვერ დავრჩები, ქამარი უნდა მოვიპოვო. მეორე სახელი, რომლის ხსენებაც მინდა, არის არმანი. რადგან ხალხს ეგონა შენ და არმას მოგიწევდათ რემატჩის გამართვა. ბოლოს UFC 300-ზე იჩხუბეთ. გაინტერესებს მასთან შეხვედრა, იძიებდი შურს. ამ მომენტისთვის არა, მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ამ ეტაპზე მხოლოდ ქამარზე ბრძოლა მაინტერესებს. მასთან ჩხუბის აზრს მე ვერ ვხედავ.